ეს იყო 2006 წლის 19 ივნისი, როცა ხუბუა პირველად შემოიყვანა უნივერსიტეტში პოლიცია. და არსებობს ამის კადრები, ხელგადაგრეხილი პროფესორები როგორ გამოყავს პოლიციას დარბაზიდან უნივერსიტეტიდან გარეთ. ეს იყო 19 ივნისი. 20-ში 4 საათზე შეხვედრა უნდა ქონოდა ხუბუასთან და შეუთვალეთ რომ ვისაუბროთ კონკურსის თემაზე. გადაწყდა შეხვედრა და ბატონი თენგისანაძე, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარეობას დავთხოვეთ, ჯემალ მებონია, ბატონი ავთანდილი, მე და შოთა ვაშაკიძე. შოთა ვაშაკიძეს უარი უთხრა რექტორმა შეხვედრაზე, იმიტომ რომ ის ამერიკის მოქალაქე იყო და ჩვენთანაც მუშაობდა და იქაც და შევხვდით ჩვენ 4. პირველი რაც გვითხრა შეხვედრაზე, კონკურსებზე არ ვილაპარაკოთ და დანარჩენი რაც სურს ვისაუბროთ. ჩვენ გაოცებულები დავრჩით, გვეკითხებით რა ხდება? არა, კონკურსების საკითხი გადაწყვეტილია. უხმოთ ავდექით და გამოვედით. და გაგრძელდა პროტესტი. გაგრძელდა პროტესტი და ამას მოყვა შემდეგ აი ეს ცნობილი 3 ივლისის ამბავი, როცა ჩაფკეტეს და ასე შემდეგ. ეს იყო როგორ? ვატყობთ რომ ჯერ არ არის საბუთების მიღება დაწყებული და ჩვენ კიდევ გონია რომ შეიძლება შევაჩეროთ ეს კონკურსების გამოცხადება და ეს საბოლოო დანგრევა უნივერსიტეტისა. და გადავწყვიტეთ საბჭოს ხტომა ჩავატარეთ 3-ში. საბჭოს ხტომა მიყავდა ბატონ თენგისანაძე, ცნობილი აკადემიკოსი, ფიზიკოსი. მე მომიხდა იმ საბჭოს ხტომაზე, ასე ვთქვათ, სიტყვის მოხსენებასავით მე გაკეთება და ჯემალ მებონიას, ეს ცნობილი ფიზიკოსი გახლავთ, რომელიც იყო ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი 10 წლების მანძილზე, კათედრის გამგე, თხოვეთ რომ ეთავა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, თქვა და უნდა მოგვეთხოვა ხუბუასთვის დაეტოვებინა უნივერსიტეტი. მოთხოვნა იყო ჩვენი. ჩავედით ხუბუასთან კაბინეტში ამოთხოვით საბჭოს წევრები. ეს არის ის ცნობილი 3 ივლისი. არ ელოდა ხუბუა ამ ჩვენს წინადადებას და ამას მოყვა შემდეგ, მოგეხსენებათ, რაც მოყვა ჩვენ გამოიძახეს ისევ პოლიცია. გოგა გრიგალაშვილი იყო პოლიციის, საბადრო პოლიციის უფროსი, გეგეჯგური ახლა მახსოვს ვინც იყო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამკვირვებელი და ისევ ძალის გამოყენებით ამ გამოგვიყვანეს ხუბუას კაბინეტიდან, შემდეგ ავედით დარბაზში, სააქტო დარბაზში და ვთქვით რომ პროტესტს გავაგრძელებთ ჩვენ, სანამ უნივერსიტეტს არ დატოვებს გია ხუბუა. და იქ მოხდა საოცარი რაღაცა, ეს ის საღამოა, მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ძალიან დიდია, 5-6 კაც ადგილამდეა იქ გაჭედილი და ჩაგვიკეტეს ტელეფონში გამოსასვლელი კარი, აჭედეს პოლიციის საბადრულო პოლიციით. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი კარი, კიბე, რომელთაც ჩამოდიოდა ქუჩაში და ჩვენთან ერთად იყო თითქმის ტელეპოლიტიკური სპექტრი იმდროინდელი. თელეგრამი გავათენეთ. არც წყალი, არც არაფერი საშუალება ჩვენ არ მოგვცეს. თოკებით ვეზიდა ამოქონდა წყალი ეს და როცა დაელაპარაკენ ხუბუას რომ არ შეიძლება ასეთი მდგომარეობა, მან თქვა რომ ეს თქვენ ღობავთ პოლიტიკოსები, ესენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხია. აი ესეთი ის იყო და ამას მოყვა შემდეგ მეორე დღეს მე მომიხდა პირდაპირ ეთერში გამოცხადება რომ წვეთ პროტესტს და ვაგრძელებთ აქციას თქვა, იმიტომ რომ აღარ შეიძლება და იქ გაჩერება და ამას მოყვა შემდეგ მოგხსენებათ ჩვენი დაბარება პროკურატურაში, ჩვენზე 5 კაცზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თენგისანაძე, აკადემიკოსი, პროფესორები ჯემალ მებონია, გიელა დოლიძე, ბატონი ავთანდილზე და ჩემზეს.
მაგრამ ამ პროტესტის გამო შეშინდნენ და გადააკვალიფიცირეს ხოლიგნებად, ასე ვთქვათ, გამოგვაცხადეს და სასამართლო და ასე შემდეგ. აი ეს პროცესები. ჩატარდა კონკურსები საბოლოოდ სამწუხაროდ და დარჩა უნივერსიტეტის მიღმა აი ეს საზოგადოება, რაზეც ჩვენ ვარ.